შოვში ბოლო დაუმუშავებელი ადგილის მონიტორინგი მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით ეგრეთ წოდებულ მჟავე წყლების ტერიტორიაზე, რომელიც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში მოექცა. ადგილი, რომელიც სამაშველო ბრიგადებს ბოლომდე არ შეუსწავლიათ, სტიქიური უბედურების ზონის დაახლოებით 5% შეადგენს. მიმდებარე პერიმეტრზე მანამდე ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით არსებობს შანსი, რომ დაკარგულ 7 ადამიანს სწორედ ამ ტერიტორიაზე მიაგნონ. სხვა შემთხვევაში საძიებო სამუშაოები უკვე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტში გაგრძელდება. დამანგრეველი მეწყლიდან მე-14 დღეს ნაპოვნია 26 ცხედარი, მათ შორის იდენტიფიცირებულია 24 მოქალაქე. შოვში მიმდინარე სამძებრო გაწმენდით სამუშაოებს თვალს ადევნებენ ხელისუფლების წარმომადგენლების. ადგილზე იმყოფება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც სტიქიას გადარჩენილი დავით ჯალაძის ფოტოზე გაკეთებული კომენტარის გამო დღეს განმარტების გაკეთება და ბოდიშის მოხდა და მოუწია. როგორც ირკვევა, ირაკლი კობახიძე ჯალაძეს პირადად შეხვდა. ჩართვა სტიქიის ზონიდან შალვა სუმბაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. რაჭიდან შალვა, რა ვითარებაა დღის ბოლოს, ხომ არ შეიცვალა რაიმე მონაცემი? მოგესალმებით ამთა, ამ ეტაპისთვის არანაირი ცვლილება ციფრების თვალსაზრისით არ არსებობს. კვლავად 7 ადამიანს ეძებენ მაშველები და ცდილობენ, რომ მათ შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია მაინც მოიწიონ. როგორც აღნიშნე, ძალიან ცოტა რჩება უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში იმ ტერიტორიიდან, რომელიც ამ დრომდე არ არის შესწავლილი, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დაახლოებით რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზეა საუბარი, რომელზე შესვლაც უბრალოდ ვერ ხერხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მიწა არ იყო იმდენად მშრალი, რომ იქ დაეწყო მძიმე ტექნიკას მუშაობა და ყველა ჯერზე, როდესაც ამ ადგილას შესვლას ცდილობდნენ, შესაბამისი სპეცტექნიკა ეფლობოდა და მუშაობის გაგრძელება იმ ადგილში ვერ ხერხდებოდა. გუშინ სწორედ ამ ადგილას მოხდა ერთ-ერთი ცხედრის აღმოჩენა, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე იძებნება. იმ შემთხვევაში, თუ კი აქ არ აღმოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც დაკარგულად ითვლებიან, მაშინ სამუშაოების პერიმეტრი კიდევ უფრო გაფართოვდება. 50 კილომეტრის რადიუსზე ცდილობენ შესაბამისი სამსახურები, რომ აწარმოონ სამუშაოების საქმე, ეხება როგორც უშუალოდ ეპიცენტრს, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებს და იმ შემთხვევაში, თუ კი იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც სამუშაოები ჩატარდება, ვერ მოხდება 7 ადამიანის აღმოჩენა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია, მაშინ მოხდება კალაპოტის შეცვლა მდინარისთვის და უშუალოდ კალაპოტში დაიწყებს უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობას. უფრო მეტი შეგვიძლია მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელისგან. Qualistus გეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რო არ დარჩეს კითხვა, ნუ რატო აქამდე არა მძიმე ტექნიკის მდინარეზე შეყვანა, არ მოგვეცა საშუალება ნიადაგის გამო, რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაიფლო, ასე ვთქვათ, დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც უქონდა გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება იყოს რაიმე ან ცხედარი, ან ფრაგმენტი, რაიმე ჩვენთვის საინტერესო, უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურ სამუშაოებს. რაც შეეხება სტატისტიკას, არა, სამძებრო გაწმენდითი სამუშაოები, ეს რა თქმა უნდა უფრო მეორე ხარისხოვანია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა არის სამძებრო სამუშაოები. გაშუქდა, გაიჟღერა, თითქოს მეხანძრე მაშველებს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მოყვანილი იყო იქ რამოდენიმე ფოტო, რომელ ფოტოზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეული მოხალისეს იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და პირველ ეტაპზე ეცადა თავის საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო, ისე ემოქმედა და ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტოსურათი იყო აბსოლუტურად წმინდა წყლის ფეიკი. რამდენიმე საათის წინ ადგილზე ჩამოვიდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და კიდევ ერთხელ გაეცნო ის იქ არსებულ ვითარებას. მოინახულა ის მეხანძრე მაშველები, რომლებიც იქ არიან, ასევე ტერიტორია დაათვალიერა, რომელზეც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა ყველა იმ პირს მადლობა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული როგორც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე სამძებრო სამაშველო ოპერაციაში. მან აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ძალისხმევას ეწევა ყველა ის ადამიანი, რომელიც
რომელიც ახლა იქ იმყოფება. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს მოუწია განმარტებების გაკეთება დავით ჯელაძესთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა, დღეს მათ შორის შედგა როგორც სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ისინი პირადად შეხვდნენ და მან სინანული გამოთქვა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო შეიქმნა კონკრეტული შთაბეჭდილებები და მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი გარკვეულია და დავით ჯელაძესთან შეხვედრაც შედგა და მათ დეტალები ამ შეხვედრაზე განიხილეს. გრძელდება რა თქმა უნდა ეს სამუშაოები, მადლობა ბუნებრივია. და გადავუხადოთ მასშტაბებს, ასევე განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც ძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, გაუჩერებლად მუშაობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა. ჯერ ქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ პირველ რიგში ადამიანური. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. პირველ რიგში მე მინდა განმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასე ვთქვათ შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ამის შემდეგ რა თქმა უნდა გავერკვე ყველაფერში, რომ ეკუთვნოდა ეს ფოტო იყო დათოს მიერ დადებული, დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად მოყვა მან ისტორიამ, პირადად მე მომიყვა ისტორია მასთან დაკავშირებით. მე პირველი სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვადგენე, რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განმარტა ყველაფერი. მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა მისი დიშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის შვილთან ერთად. როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის აღმოჩენილია 26 ადამიანის ცხედარი, რომელიც შოუში სტიქიას ემსხვერპლა. გუშინ საღამოსთვის იყო 20 ცხედარი ამოცნობილი ამ 26 პირიდან. დღეს კიდევ 4 პირის ამოცნობა მოხერხდა. ასევე ცხედრებთან ერთად ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, რომლებსაც პროზექტურაში უტარდება შესაბამისი მოქმედებები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვის ეკუთვნის ეს სხეულის ფრაგმენტები და სავარაუდოდ გახდება ამოცნობაც იქნება სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელი. მადლობა ბოლო მონაცემებით რაჭიდან შალვა სუმბაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.